სტურუას ნეხვის ტყავოსანთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა კიდევ ემოციები ასე თქვათ როდესაც დალაგებულია ახლა რაციონალურად რო გამსაჯოთ რა მოხდა კი კოცება ვეფხვის ტყავოსანი ნეხვის ტყავოსნად აქციეს ეს ფაქტია და ეს მიზანმიმართულად გაკეთდა ეს გაკეთდა ბორია ივანაშვილის დავალებით იმიტომ რომ ბორია ივანაშვილმა ზუსტად იცოდა რა საკეთებდა სტურუა და იქიდან გამომდინარე რომ ბორიას როგორც სტურუას ზულს ყველაფერი ეს ქართული ტრადიციული ზულს რეალურად ზულს აქედან გამომდინარე მან მწვანე შუქია უნდა და პირიქით წაახალისად კიდევაც ეს მარაზმატიკი თავის მხრივ კიდე ეს უნდა ითქვას რომ ეს იყო რობერტ სტურუას ერთგვარი ძიება რუსთაველზე ძალიან მარტივი და მიზეშედეგობრივი კავშირი აქვს მეგობრებო დაუკვირდით მას აქვს ჯერ კიდევ წლების წინ ინტერვიუში ნათქვამი რომ როცა მამამისი უკითხავდა ბავშვობაში ვეფხვის ტყავოსანს ის აღშფოთებული იყო რამდენად ყალბი და რამდენად პათეტიკური და რამდენად ვითომ იდეალისტური ეჩვენებოდა ეს რუსთაველის ვეფხვის ტყავოსანი და უწერია კიდევაც ხომ როგორ შეიძლება ეს იყოს ქართველთა მეორე ბიბლია და ქართული იდეოლოგია ამას ეყრდნობოდეს სვამსისრულოს და აბსოლუტური კრეტინიზმი არის, სრული იდიოტიზმი არის, ესეც წერია ხო რუსთაველზე. აი ამ კაცმა აიღო ეს 20 წლის წინ გადავაფიქრებინეთ ჩემი მონაწილეობითაც წარე საგაზეთო სტატიებიდან გამომდინარე გადაიფიქრა, მაგრამ ახლა ასე ვთქვათ კარის გასაჯახუნებლად მაინც შეურაცხო მიზანმიმართულად ბორიასთან ერთად ეს ჩვენი პირდაპირ თქვა სიწმინდე ახლა მე აღარ შევალ იმ კულტუროლოგიურ განხილვებში რომ რამდენად უნდა შევაფასოთ ხელოვანის მიერ რაღაც ნაწარმოების დადგმა და იქ ხელოვანის თავისუფლება როგორ უნდა შევკვეცოთ როგორც უნდა ისე დადგამს არა მეგობრებო აქ არავითარ ხელოვნებაზე არ არის ეს არის პროპაგანდისტული და იდეოლოგიური დივერსია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხლა რაც ამ უბედურს სჭირს გადახრუნწებული რო არის და გადაუბედურებული რო არის ამ სტურუას ის სექსუალური ფანტაზიები გადმოდგა სცენაზე და მე და თქვი კიდევაც და ახლაც გავიმეორებ ეს თეატრი არ არის ეს არის ბორია სტურუას მარაზმატიკული მასტურბაცია სცენაზე ხალხის წინაშე არ შეიძლება ახლა ხო პუტანასავით გამოსახო თინათინი და იდიოტად ავთანდილი და ასე შემდეგ ხო ამას არავითარი კონცეფცია არ აქვს თუ ენმე ახლა ლაპარაკობს იმაზე რომ ეს მაყურებლის გამოწვევა რა გამოსაწვევა ვეფხვის ტყავოსანის მეტი ვერაფერი ვერ ნახა სამასტურბაციოდ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ვეფხვის ტყავოსანს ვისაც უნდა მიახტეს და პროვოკაცია მოაწყოს მისი დადგმით მაყურებლის წინაშე ეს მარაზმი არის და აი ეს ყველაფერი ერთად რო შევაკრიბოთ ხო პლუს კიდე უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს კულტურის სამინისტროს ეგიდით და დაკვეთით გაკეთდა ანუ კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გაკეთდა ეს ყველაფერი და იმასაც კი გეტყვით რომ მარტო სასცენო განათება დაჯდა 820,000 ლარი არ გეყურებათ ის რა ქვია არ გელანდებათ 820,000 ლარი დაჯდა 28 პროჟექტორის დამონტაჟება თანამედროვე ალბათ რა ვიცი ამ განათებისთვის სასცენო განათებისთვის ეს იმ ქვეყანაში ხდება 820 მარტო ეს სასცენო განათებას გულისხმობ ეს იმ ქვეყანაში ხდება სადაც 380,000 ბავშვი ქოცური ოფიციალური სტატისტიკით უპოვართა სიაშია 380,000 დამშეული და გაუბედურებული ბავშვის და იმ ქვეყანაში სადაც ლარდა აცხარჯავენ ყოველდღიურ ულუფაზე უფასო სასადილოებში გაუბედურებული პენსიონერებისთვის და იმასაც სპარავენ ნახეთ კალადის თანამშრომლებმა 3 მილიონი ნახევარი რომ მოიპარეს უფასო სასადილოების საკვებიდან. აი ეს არის ბორია ივანაშვილი. რატო აკეთებს ბორია ივანაშვილი ხომ გითხარით? იმიტომ რომ როგორც სტურუასავით მას ძულს ქართული და აპირებს ყველანაირი ქართული დაჩექმოს, რომ ქართველმა არ წარმოიდგინოს თავი ნორმალურ ადამიანად, ღირსეულ ადამიანად, უძველეს ცივილიზაციის ერად, რუსთველის ერად. ხო თქვა კაცო აი ჭორვილა არის, პატარა სოფელი არის საქართველო რა, სადვეკეტებით ამ გეოპოლიტიკა. აი ეს უნდა აი ეს აბელ სეთურის გეგმა რომ საქართველოში ცხოვრობდნენ მისი მონები, სექტის წევრები, რომლებსაც 9 გოჭიდან 8 წაართვე ვერც დააუგდოებ, მიუგდებ და მე იმასაც აღარ მიუგდებ და ამუშავებ იმაზე, რა ქვია, თაში
მიწის სათხრელად და შთააგონებ რომ ბოლოში რო გავა ეს გვირაბი აგე ზებო შემოყრავს იმას რა ქვია ზარს გვირაბი იმაში რა ქვია ჭაში და სამრაჯაო ბედნიერება დადგება აი ეს არის მარტივი აფიორა რომლებსაც ჭამენ ეს იმბეცილი და ერთუჯრედიანი კოცები კოც ჯოგი ყველაფერს აჭმევს ბორია, ყველაფერს თავზე ასხამს და ისინი მაინც პოლიქრონიონს უმღერიან, როგორც კლასიკაშია ასე ვთქვათ. აი ასე, ბორიამ მიზანმიმართულად გააუპატიურა და შეურაცხო რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი. როგორც მიზანმიმართულად შეურაცხო და გააუპატიურა ქართული ეკლესია, როგორც მიზანმიმართულად შეურაცხო და ატერორა მთელი სიცოცხლე გაუმწარა მთელი სიბერე ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს. ხო ყველამ ვიცი დოკუმენტურად ვიცით რომ მას სუსი უსმენდა და პლუს ამას გადადგომით ემუქრებოდნენ და იქ ციანდის საქმეები მოუწყეს და ატერორებდნენ სიკვდილის მოსპობით და ამიტომაც აღნიშნეს ის მოსაყდრე შიო თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის ავტომატურად პატრიარქობის კანდიდატიც კი არის იმიტომ რომ ილია მეორეს თუ უნდა შიო მის მემკვიდრედ მას სიცოცხლეშივე მოუხერხებდა ამას თვითონ გადადგებოდა და შიოს დანიშნავდა თავის მემკვიდრედ. აი ასე, მოკლედ ეს ყველაფერი ერთად იმიტომ მოგახსენეთ, რომ ისო დამხელა ბოროტება არის ეს რუსი ბორია. საქართველოს გენოციდის მომწყობი, ქართველი ერის გამანადგურებელი, გამძარცვავი და რუსული ხრუშჩოვ-სუსლოვის გეგმით ქართველი ერის უცხოტომელებით ჩამნაცვლებელი და გამანადგურებელი. საქართველოს ქართველების გარეშე, საქართველოს ყოველგვარი ქართულის გარეშე. აი ეს არის ბორიას გეგმა და გაიღვიძეთ ხალხო. გავრცელეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ რაც შეიძლება მეტმა, რომ მეტი სიმართლე გავაგებინოთ ბევრ ხალხს საქართველოში. იხარეთ და იმრავლეთ.